საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამჯერად ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი იკითხება. მისი განცხადებით ორგანიზაციას კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ განუხორციელებია. მე შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურა მოსამართლის განშინების საფუძველზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა. ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებდა ადამიანის უფლებათა სახლი, იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც ზოგადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მით უმეტეს ესეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი თავიანთ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, არაფერი უკანონო შესაქმნელობაში არ ყოფილა, პირიქით უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების მიმართულებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიმართულებით და ის გადარიცხვები, რაზეც არის საუბარი, ყველა გადარიცხვა იყო აბსოლუტურად კანონიერი. აქციების პერიოდში არის ჩარიცხული მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე თანხები, მათ შორის თანხები არის ჩარიცხული პოლიტიკოსების მიერ და თანხები არის ჩარიცხული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე რიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით სახელოვნად გამარჯვებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა თანხებია, ვიზე უნდა გაიმარჯვათ და რა იყო დანიშნულება. ასევე ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, იცის თუ არა აქვს თუ არა ინფორმაცია ვინ იყო ორგანიზატორი და საერთო მიზანი რა იყო მათი.